ახლა კი როგორი იყო სააღდგომო სამსადისი ბოლნისის ეპარქიაში, სადაც კვერცხები ტრადიციული წესით იღებება და ცხვება პასკა, პარალელურად კი ტაძრებში მსახურება მიმდინარეობს. ბოლნისის სიონი ელიას მთაზე აღმართული წმინდა პეტრეს და პავლეს სამონასტრო კომპლექსი და ბოლნელი ეპისკოპოსის რეზიდენცია. ნახეთ რუსუდან ლოლაძის და ლაშა მამულაშვილის რეპორტაჟი. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღსანიშნავად ქრისტიანული სამყარო თითქმის მთელი წელი აღდგომიდან აღდგომამდე ემზადება. სამზადისი კი კულმინაციას ნების კვირის ბოლო დღეებში აღწევს. დედა სარა კვერცხის შეღებვის ტრადიციულ წესს იყენებს. ენდროსა და ხახვის ფურცლებისგან ნაყენი შეღებვამდე ერთი დღით ადრე მზადდება. ხახვის ფოთოლს ვინახავ მთელი მარხვის განმავლობაში. საკმაოდ დიდი რაოდენობის გროვდება და მე ენდროს დავამუშავებთ, გაირეცხება ენდროსის, ვიცით რომ ბალახის ძირებია, გავრეცხავთ, დავჩეჩქვავთ, კარგად. წინა საღამოს წამოვატოვებთ ხახვის ენდროს, ძმარს ჩაუმატებთ აუცილებლად და მარილს. ამას გავამზადებ წინა საღამოს, რომ მე მეორე დღეს უფრო ფერი კარგად მიიღოს. ეხლა ნელ-ნელა ჩავურთავთ დუღს 20-25 წუთი და თქვენ გახდებით ხილელი როგორ ამოვიღებთ წითელ კვერცხს. კვერცხების შეღებვამდე ბოლნისის ეპარქიაში მისულ სტუმრებს რეზიდენციის გადაღების საშუალება გვეძლება. სხვადასხვა სახეობის მცენარეებით გაშენებული ბაღი, მონაზვნების სახელოსნო, სადაც დედების ხელით ხატები იწერება და ხელნაკეთი ნივთები იქმნება. ნების კვირაში დიდი დრო აღდგომის დღესასწაულის სამზადის ეთმობა. დედა სარა წითელი კვერცხის მნიშვნელობაზე გვიამბობს. უძველეს დროს, როცა მარია მაგდალინელი მივიდა ტიბერიუს კეისართან, არ ქონდა მას ოქრო და ვერცხლი რომ მიერთმია მისთვის და ქონდა უბრალოდ კვერცხი. და მიულოცა ქრისტე აღსდგა. მან ისე დაცინვით უთხრა, რომ როგორც ეგ კვერცხი არ გაწითლდებაო, ისე ქრისტე არ აღსდგებაო და მკვდარი არ გაწოცხლდებაო. და ამ წუთების, იმ წუთშივე ეს კვერცხი შეიღება, ღვთისნებით დაეშვა ეს და ეს იყო ნიშანი იმის, რომ ქრისტე აღსდგა. იმის მერე ესე იღებება კვერცხი. კვერცხი არის სიმბოლო, რომ სიცოცხლე აღსდგება და ყველა მართლმადიდებელი იღებავს კვერცხს ამ პერიოდში. აღდგომის დღესასწაულზე პასკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას მთას განასახიერებს. სააღდგომო ტკბილეული გალობითა და ლოცვით ცხება. პასკა ზოგადად ესეთ დატვირთვა, რომ გოლგოთა მთას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, რომ გოლგოთაზე მოხდა ჯვარცმა, გამოხსნა ჩვენი კაცობრიობის ცოდვის ტყვეობისგან და ეს იყო ყველაზე დიდი გამარჯვება სიკვდილზე. ესე იგი, სიკვდილის დამარცხება და სიცოცხლის დასაწყისი. ესეთი სიმბოლური დატვირთვა და ჩვენ ღმერთს ესეთი სახელწოდება აქვს, რომ არის ჯოჯოხეთის, სამოთხის, სიცოცხლის და სიკვდილის ღმერთი. ანუ ეს გამარჯვება სიმბოლურად ამას განსაზღვრავს. ბოლნისის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში მდებარეობს. ეპარქია მდიდარია ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ნიმუშებით. ტერიტორიაზე 120-მდე ეკლესია ნატაძრალია. განსაკუთრებით მეხუთე საუკუნით დათარიღებული ბოლნისის სიონი, სადაც ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი მსახურებას აღავლენს. მეუფე ეფრემი ბოლნისის ეპარქიას 2006 წლიდან ხელმძღვანელობს. სწორედ მისი ძალისხმევით აშენდა ელიას მთაზე წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სამონასტრო კომპლექსი. კომპლექსიდან 360 გრადუსიანი ხედვით იშლება ჰორიზონტი, სადაც ეპარქიის მსახურები სამყაროს ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აცნობენ. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად, მინდა უდიდესი სიხარულით მოგილოცოთ ყველას. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ყველაზე უდიდესი დიდებული დღე კაცობრიობის ისტორიაში.
აი მადლობა უფალს ყველაფრისათვის, მისი დიდი წყალობისათვის. ქრისტემ გაიღო უდიდესი მსხვერპლი საკუთარი ჯვარცმით, საკუთარი სიკვდილით. დაამარცხა ჯოჯოხეთი, დაამარცხა ადამიანის ცოდვა და თითოეული ადამიანი ვართ უკვე აღდგომილი ქრისტეს მადლით სამოთხის ღია კარების წინაშე. ეს არის თავისუფლების დღე, ეს არის სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღე. გურიაში ტრადიციული ლელობურთი ჩატარდა. შეჯიბრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ისტორიულ ცაცხვებთან მოეწყო. ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები შეეჯიბრნენ. შეჯიბრის დაწყებამდე სოფელში სხვადასხვა კულტურულ სპორტული აქტივობა და ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვაც მოეწყო. გაიმართა კონცერტიც. თეა აფსარიძე დეტალებით გურიიდან. გურიაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელი შუხუთი დღეს ყველაზე ხმაურიანი და ხალხმრავალი ადგილი იყო. აქ ლელობურთი ჩატარდა, რომელიც ცოტა ხნის წინ ზემოურების გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული თამაში სათავეს 1854 წლიდან იღებს, იგი შუხუთფერდის ბრძოლას უკავშირდება და ბრძოლის ერთგვარი იმიტაციაა. დღეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა საბამ ბურთი ჰაერში აისროლა და შერკინება მალევე დაიწყო. ბურთი 16 კილოგრამს აღემატებოდა, იგი ტყავისაა და როგორც წესი ქვიშით, ნახერხითა და წითელი ღვინით ივსება. ზემოურები და ქვემოურები ბურთის ღელესიქეთ გადატანას ცდილობენ, მასში როგორც ახალგაზრდები, ასევე ხანდაზმულებიც მონაწილეობენ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ლელობურთში ქალებსაც მიუღიათ მონაწილეობა, განსაკუთრებული წესები თამაში არ არსებობს. წინასწარაც არავინ იცის თუ რომელ მხარეს რამდენი პირი თამაშობს. ერთადერთი მთავარი წესი თამაშისას გახლავთ ის, რომ თუ კი რომელიმე მოთამაშე შეუძლოდ გახდა, თამაში რამდენიმე წამის განმავლობაში ჩერდება. დღესაც რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა, თუმცა მედიკოსების განმარტებით მათ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები არ შექმნიათ. ლელობურთის გამართვამდე დღეს არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება მოეწყო, შედგა ჯგუფ ურსას კონცერტი, გაიმართა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, სპორტსმენმა გოდერძი მახარაძემ კი თავით ბურთის კენწლაში საკუთარი რეკორდი 3 ნომინაციაში გააუმჯობესა. ზარმაგა მამაჩების ასაფლაოს მამაჩების ასაფლაოზე და ტარიალებზე კალავა ზოგჯერთ ეს როგორც ტრადიცია ეს უბნის ეს რეგიონის და ყოველ წელიწადს ესე თამაშობდა არ მოვიკითხავ წავაგი ტრადიციული თამაში ლელობურთი სადაც გაიმარჯვა მეგობრებმა და სიყვარულმა მთლიან ჯამში გაუმარჯვეს დღევანდელ დღეს გაიმარჯვეს ზემოელებმა მე ამჯერად ზემოელებთან ვიყავი ზემოელებისკენ ვიყავი დიდხნიანი ბრძოლა იყო გაგზელდა 2 საათზე მეტი ვარსები არ ვიცი დრო რამდენი არის ძალიან საინტერესო თამაშია პირველად ვითამაშე და რავი ალბათ აკაურ კუთხეს ეკუთვნის რაგბის დიდი მოედანი იმიტომ რომ ყველაზე ახლოს შეიძლება ითქვას რომ მათთანაა რაგბი ლელობურთი არის კულტურული მემკვიდრეობის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მთელი სოფელი, ამ შემთხვევაში მთელი შუხუთი, როგორც ქვემო და ესე ზემო შუხუთი, თავიდან ბოლომდე ჩართულია ამ თამაშში და არა მარტო უკვე. იმდენად პოპულარული გახდა, რომ ფაქტიურად ჩამოსული სტუმრები ეს იქნება დასავლეთ საქართველოს თუ აღმოსავლეთ საქართველოს ერთვება ამ თამაში, რომელიც ძალიან სანახაობრივია და ეს არ არის მარტო სპორტული ღონისძიება, ეს არის კულტურული ღონისძიება და ეს არის ქართული ჟინის და ქართული ბრძოლის გამოხატულება. ეს არის ერთ-ერთი უძველესი სპორტული სანახაობა, ხალხური, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ეს არის ერთადერთი სოფელი